შტატების ოპტიმიზაცია, ხარჯვის ეფექტიანობა, სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემის გაჯანსაღება. მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას იწყებს და შესაბამის საკანონმდებლო პაკეტსაც ამზადებს. პრემიერის განმარტებით მაგალითად მხოლოდ რკინიგზაში ოპტიმიზაცია სახელმწიფოს წლის განმავლობაში 36 მილიონ ლარზე მეტ დანაზოგს მისცემს. ცვლილებები მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ეფუძნება. სოფო ბერიძე დეტალური ინფორმაციით გვერდება. ძლივს ისეთ რაღაცას გთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად მთავრობა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვან რეფორმას იწყებს, რომელიც მენეჯმენტის ცვლილებასა და სისტემის გაჯანსაღებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას წაახალისებს. ენერგეტიკის სფეროში მაგალითად იყო გარკვეული პრაქტიკები ჩამოყალიბებული, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ეს პრაქტიკები თავიდან ბოლომდე მოისპობა და ეს გაკეთდება უახლოესი მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. იგივე არის გასაკეთებელი ყველა სხვა სფეროში. მოკლედ მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის მომზადდება უახლოეს მომავალში საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და თხოვთ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს შესაბამისი პაკეტი იმისათვის, რომ საბოლოოდ განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. რეფორმა სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციასაც მოიცავს. მხოლოდ საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურად 52 მილიონ ლარზე მეტი დაისოგება. ამიტომაც მთავრობა პროცესს გააგრძელებს და ის სხვა სახელმწიფო საწარმოებს, SSIP-ებსა და შპს-ებს შეეხება. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. რაც შეეხება ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებს, არის ელექტროსისტემა, საქროსენერგო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობის და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია ენგურჰესი. ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16.5 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა მოხმარდება ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად გაჩნდება ახალი რესურსი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას. ეს არის პირველადი მონაცემები, ფიქრობთ, რომ ეს 52.5 მილიონი კიდევ უფრო გაიზრდება, შეიძლება 60 მილიონსაც გადააჭარბოს. ასევე რაც შეეხება საერთო ოპტიმიზაციას, თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, SSIP-ებს, ШΠС-ებს, ფიქრობ, რომ შეგვიძლია 100 მილიონსაც ავწდეთ წლიურ ჭრილში. ეკონომიის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შედეგად წამოწყებულ პროცესში მთავრობამ გარკვეული მიგნებებიც გააკეთა და საკუთარი ხედვა პარტნიორებსაც განუმარტა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ახალი სტრატეგია მეტ გამჭვირვალობასა და საბოლოოდ მეტ ეფექტიანობას მოიტანს. ეს გულისხმობს ეფექტიანობის გაზრდას, სახელმწიფო საწარმოების მართვის, მეტ გამჭვირვალობას, მეტ პროფესიონალიზმს, საბოლოოდ მეტ ეფექტიანობას და რა თქმა უნდა ეფექტიანობის ინდიკატორების შემოტანას, მკაფიო ანგარიშვალდებულებას ხელმძღვანელობის მხრიდან და პროფესიონალი მენეჯმენტის ყოლას სახელმწიფო საწარმოებში, რაც თავისთავად სახელმწიფო საწარმოებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. რეფორმა რა თქმა უნდა მოიცავს მათ შორის გაზრდების ოპტიმიზაციას, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება არის შრომის ანაზღაურების პოლიტიკის დაგეგმა და ასევე კადრების დაგეგმა, ანუ როგორი უნდა იყოს და ეს უკვე ეტაპობრივად ყველა საწარმოში უნდა მოხდეს შესაბამისი პოლიტიკები და ენერგიის. ხელისუფლების მიზანია, რომ სახელმწიფო საწარმოები მომგებიან კომპანიებად იქცნენ და ბიუჯეტში მათი კონტრიბუციაც გაიზარდოს. მთავრობა ელოდება, რომ რეფორმა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე დადებითად აისახება. რეფორმა თავის თავში გულისხმობს უამრავ კომპლექსურ გადაწყვეტას, რომელიც ეხება ბორდების დაკომპლექტებას, მენეჯმენტს. ჩვენ თავად მიზანი არის სახელმწიფო საწარმოები გავიდნენ მოგებაზე. სტრატეგიაში ცვლილებების მიუხედავად შენარჩუნდება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ყველა ძირითადი რეკომენდაცია. ისეთები, როგორებიცაა საწარმოების ფლობა, მმართველობითი საკითხი, სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენცია, ფინანსური ზედამხედველობა, სტრატეგიის ფარგლებში ფინანსთა სამინისტრო ფინანსური ზედამხედველობის საკითხის გაძლიერებაზე იმუშავებს.